მოგესალმებით და მადლობა მოსვლისთვის. სამ ბლოკად მაქვს შეხვედრა გაყოფილი. პირველი იქნება გაცნობითი, მეორე იქნება უშუალოდ ბავშვებზე და მათ ასაკის კატეგორიაზე საუბარი და მესამე და ამ შეხვედრისთვის მე ვფიქრობ, რომ უფრო მნიშვნელოვანი თვითონ მშობელზე. იმიტომ რომ დღევანდელი ჩემი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ბედნიერი ბავშვის მშობელი არის ბედნიერი თვითონ. და მშობელი იმის გარდა რომ როლია, ასევე ცალკე მდგომი პიროვნებაც არის, რომელიც ასევე რესურსული უნდა იყოს და თავისი თვითკმარი ცხოვრებით ცხოვრობდეს. მე დავიწყებ გაგეცნობით, მე ვარ მარიამ ნოზაძე. 32 წლის ვხდები 26 სექტემბერს და არ მჯერა. მინდა გითხრათ რომ ძალიან ეხა კი ვამბობ და პირადობაში ესე მიწერია, მაგრამ გაგების დონეზე ვიცი და გააზრების დონეზე არც, იმიტომ რომ აი ამას იმიტომ ამახვილებ, რომ ბავშვობიდან ბავშვს როგორი სხვანაირი ხედვები აქვს. მე რომ ახსენდება, როცა ბავშვობის ასაკში და მოზარდობის ასაკში ვიყავი, 32 წლის ასაკის ადამიანი, არც ვიცი ახლა როგორ აღგიწეროთ, რამხელა ადამიანი მეკონა. სარწართულები ადამიანებში ყავდები. კი ბატონო, რაც შეეხება ჩემს პროფესიას და საქმიანობას, ამჟამად მუშაობ აქ, ვარ ფსიქოლოგი, ასევე გავაკეთეთ ფასკუნჯის ფსიქოლოგიური სივრცე, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და ახლო პერიოდში შემსწავლელ კურსებსაც შემოგთავაზებთ და დაინტერესებულები თუ იქნებით ჩაერთვებით. ასევე პატარების ჯგუფში, მოზარდების ჯგუფში ვარ ბედნიერი ბავშვის მენტორი, რომელსაც ხვალ ვიწყებთ და დიდი მოლოდინები მაქვს. კი ბატონო, ისე ვაგრძნობინებთ თავს, როგორც საჭირო იქნება. ასევე ვარ მუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელსაც ქვია ვეძებ, არ ვიცი იცით თუ არა. და Facebook გვერდიც არის და ძირითადად ამ საქმიანობებით ვარ დაკავებული ცხოვრების ამ ეტაპზე, გარდა იმისა, რომ წიგნს ვწერ. და მეც ცხოვრების ამ ეტაპზე ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავარ და ჩემი თავის უკეთ შეცნობის და ჩემი უნარების და რესურსების, ასე ვთქვათ, გამოცდის წინაშე. აქ მინდა განვიხილო, ვისაუბრო ბავშვის დაბადებიდან სრულწლოვანების მიღწევამდე რა ეტაპებს გადის. ეს მე შემეძლო რომ განვიხილა ერიკ ერიქსონის განვითარების სტადიების მიხედვით, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მე ჩემი პოდკასტიც მაქვს ფსიქოლოგიური ახალი დაწყებულია, ერთი ეპიზოდი დევს და შემდეგები ყოველ ოთხშაბათს დაიდება ხოლმე 8 საათზე. იქ მაქვს უკვე საუბარი ამაზე და არ მინდოდა რომ გამეორებულიყავი, მინდოდა რომ უფრო იქ ნახავთ კიდე ამას და მინდოდა რომ სხვა მხრიდანაც შეგვეხედა, რომ უფრო მრავალფეროვანი ინფორმაცია მომეწოდებინა თქვენთვის. კი ბატონო. ასე რომ მოვიტანი არა ერიკ ერიქსონის განვითარების სტადიების მიხედვით, არამედ ზოგადად დაბადებიდან 3 წლამდე, რასაც ეწოდება ადრეული ბავშვობა, იგივე ჩვილობის პერიოდი და მაქვს გამოყოფილი ესეთი რაღაცა საჭიროება რა არის საჭირო ამ ასაკისთვის. ამ ასაკისთვის არის ძირითადად უსაფრთხოების შექმნა და სითბოს გამოხატვა, რაც ძირითადად გამოიხატება ხოლმე შეხებით. პატარა ბავშვები განსაკუთრებით თვეების, თუნდაც 1, 2 და 3 წლის ნაკლებად ესმით ჩვენი სიტყვების, თუმცა ძალიან კარგად გრძნობენ ჩვენს ემოციებს. ამიტომ, როდესაც ოჯახში დაძაბულობა ან დედაც უთხასიათზეა, ძალიან კარგად შეუძლია ამ ველის აღქმა ბავშვს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა, რა თქმა უნდა, სახელს ვერ არქმევს, რა ემოცია აქვს დედას ან მამას, ოჯახის წევრს, ასევე ვერ არჩევს სიტყვებს თუ კონფლიქტია, თუმცა ემოციას ყოველთვის გრძნობს, ჩხუბის ემოციას, კონფლიქტის ემოციას, როგორც სიხარულის, ბედნიერების და მე მყავს ერთი მეგობარი, რომელსაც ყავს პატარა შვილი და ეს ცოლ-ქმარი, ჩემი მეგობარი და მისი მეუღლე, იმდენად მხიარულები არიან, რომ აი ბავშვი ფოტოდანაც კი, ფოტოებშიც კი ეტყობა, რომ როგორი ბედნიერია და აი სულ კარგ ხასიათზეა, სულ პოზიტივს ავრცელებს, აი
ნუ ეგეც გამონაკლისს ეგეთიც ბევრი არ ვიცი და ნუ მივესალმები რა თქმა უნდა. აქ ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ ის საჭიროებები, რაც ბავშვს სჭირდება. ამ ეტაპზე ბავშვს არ სჭირდება ჩასაცმელი, არ სჭირდება დასვენება, არ სჭირდება რა თვითონ თუ დაასვენებთ, მაგათ მე რო გაიჭდება მადლობას გეტყვით, მაგრამ ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შეიქმნას მისთვის უსაფრთხო გარემო. როცა ბავშვი ტირის, როცა მოწყენილია და უხასიათოდ არის მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დედის როლს, რომ იყოს ამ დროს ის მასთან და მაშინ გრძნობს თავს დაცულად და უსაფრთხოდ. ძალიან როგორც თავის პირველად აღნიშნე, სითბოს და სიყვარულის ენა ამ ასაკში არის მისთვის შეხება. სასურველია თუ ხშირად ავიყვანთ, გვერდზე მოვიწვენთ, ჩავეხუტებით, იმიტომ რომ მე ეს ფუფუნება აღარც გვექნება, ძალიანაც რო გვინდოდეს მაგის საშუალებას ბავშვები თვითონ აღარ გვაძლევენ. შემდეგ ესენი მინდა რომ მალე გავიარო, რომ თავარ სათქმელზე გადავიდე. შემდეგი ასაკი მოდის 6-3-დან 6 წლამდე, რომელიც არის უკვე ბაღის ასაკი. იქ ჩდება უკვე პირველი მეგობარი. ზოგს ვერს შეიძლება თქვენს გამოგისიათ, პირველი შეყვარებულიც ბაღის ასაკში ყავს. ხო. და რო არ მოიწყინა, ხო? ი ბატონო, ამ დროს ეცნობიან სამყაროს შეცნობისკენ მიდიან. ძირითადად თამაშის გზით და ბავშვები იმის გარდა, რასაც ჩვენ სათამაშოებს ყიდულობთ, აი მაგალითად შეიძლება უყიდო მანქანა და თუ შეგიმჩნევიათ, რომ მანქანის დანიშნულება რა არის, ხო? ნუ ატარო. ძალიან სხვა ფორმასაც გამოუძებნიან ხოლმე და სხვა დანიშნულების თამაშებსაც არაკლასიკური რაღაც შეიძლება პირიქით რაღაც კედლებზე ატაროს, შეიძლება რაღაცა უცბად ვითომ ავტოფარეხი შექმნას და ბევრი რაღაცა ესეთი თამაშით აღმოჩენების გზას დაადგეს. ამ დროს მშობლის მთავარი მოვალეობა არის მოთმინება, იმიტომ რომ ძალიან ხშირია კითხვა რატო. და ამ რატომზე უნდა გვეყოს ჩვენ ნერვები, მოთმინება, სიყვარულმა უნდა გვძლიოს და უნდა აუხსნათ რატო კითხვაზე პასუხები და თუ დრო არ გვექნება, აი ამასაც შემდეგ ვისაუბრებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვმა თავი მიტოვებულად ან არასასურველად არ იხსნას, იმიტომ რომ დასაწყისშიც როგორ აღნიშნე, იმის გარდა რომ მშობელი არის მშობლის როლში, არის ცალკე პიროვნებაც და როგორც არ უნდა დიდი სიყვარული ქონდეს შვილის მიმართ, შესაძლოა უბრალოდ კონკრეტულ მომენტში დრო ვერ დაუთმო და კონკრეტულ მომენტში უნდადეს ბავშვს ჩვენთან კომუნიკაცია. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ასაკში 3-დან 6 წლამდე სულ ძალიან პატარა მიღწევებიც კი წაუხალისოთ და უთხრათ, რომ აი რა კარგი ყოჩახ, რა კარგად გამოგივიდა და იცოდეს, რომ უკვე ამ ასაკიდან მიღწევები აქვს. შემდეგი ეტაპი მოდის უკვე დაწყებითი და საშუალო სკოლის ასაკი, რომელიც არის 6-დან 12 წლამდე. აქ მისი ბავშვის ძირითადი საჭიროებები არის სოციალური უნარების განვითარება, ცოდნის მიღება და მიღწევები ან რაღაცაებს მიაღწიოს თვითონ. ეს შეიძლება იყოს, თქვათ, კარგი სამეგობრო წრის ჩამოყალიბება, შესაძლოა იყოს სკოლაში თავის კარგად წარმოჩინება, შესაძლოა იყოს ნებისმიერი რამ, რაც მის ინტერესებში შედის. მშობლის როლი აქ მდგომარეობს იმაში, რომ უნდა დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სწავლისადმი ინტერესის გაღრმავებაში. ასევე ასწავლოს გუნდურობა, მეგობრობა და ეცადოს, რომ ჩამოაყალიბოს ემპათიურ ადამიანად, იმიტომ რომ ემპათია გარდა იმისა, რომ გაცემის ემოციაა, თვითონაც გეხმარება მერე სოციალურ ურთიერთობებში უკვე ზრდასრულ ასაკებში. და თვითშეფასების გაძლიერებასაც დიდი როლი აქვს აქ, იმიტომ რომ აი ამ ასაკში უკვე იწყებს თვითშეფასება ჩამოყალიბებას და შეცდომების გამო სასურველია, რომ არ დაისაჯოს. აქაც არსებობს, ასე ვთქვათ, თაფლაკვერის და მათრახის მეთოდს უწოდებენ და ჯობია, რომ შენიშვნა სახე მიეცეს, რა თქმა უნდა, ისიც არ შეიძლება, რომ არასწორ საქციელებზე თვალი დავუხუჭოთ და მოუწონთ, იმიტომ რომ მაინც მშობელი არის რეგულაციას, მშობელი აყენებს და მიუთითებს, ხო, ბავშვს რა არის კარგი, რა არის ცუდი ამის გარჩევას. და მნიშვნელოვანია, რომ ეს არაკონფლიქტურად მოხდეს და ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ბავშვი
ბავშვი დამცირებულადაც გრძნობს თავს, ანუ მშობელს აქვს ზოგჯერ ისეთი ფორმით შენიშვნა, რომ ბავშვი უარყოფილად, დამცირებულად და მიტოვებულადაც და ძალიან ცუდად გრძნობს ხოლმე თავს. ამიტომ შენიშვნა აუცილებელია, იმიტომ რომ უნდა ვასწავლოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ შვილებს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს თვითშეფასების დავარდნის ხარჯზე, იმიტომ რომ ჩვენ აქ სამუშაო გვაქვს იმასაც, რომ თვითშეფასება გავუძლიეროთ. შემდეგი ეტაპი არის უკვე 13-დან 18 წელი, რომელიც მოიაზრება ერთ-ერთ გარდამტეხ და რთულად გასავლელ ფაზად იგივე თინეიჯერობას, რასაც ვეძახით. აქ თინეიჯერის ძირითადი საჭიროებები არის, რომ საშუალება მიეცეს გამოერკვეს საკუთარ იდენტობაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის თავისუფლებას და ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერას. როცა თინეიჯერობაში შევდივართ, მიღმასწრაფების სურვილი გვიჩნდება ხოლმე. ანუ ზოგჯერ შეიძლება ვიცოდეთ, რომ ჩვენ ამით ვაშავებთ რაღაცა ჩვენი თავის დავიზიანოთ, არა ფატალურად, მაგრამ მაინც გვინდა, რომ ეს რაღაცა შემოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში და მუდმივი აკრძალვაც უფრო გააშორებას იწვევს და ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, როცა თინეიჯერები იმ რაღაცას მაინც აკეთებენ, რაც უნდათ, უბრალოდ უკვე ხდება მშობლის ზურგს უკან. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი ასაკი, თინეიჯერობის ასაკი, ასე ვთქვათ, როგორ გარდატყდება და საით გადაიხრება ბავშვის აზროვნება და პიროვნულობა, დიდი გავლენა აქვს ამ ასაკს. ჩვენ მთავარი მოვალეობა როგორც მშობლების, რომ მათ მიმართ ვიყოთ პატივისცემით განწყობილები და უკვე შევხედოთ არა როგორც ბავშვებს, როგორც დამოუკიდებელ პიროვნებებს. და ასევე უნდა გავიაზროთ, რომ არ გქონდეს ესეთი მიდგომები, რომ მის აქ არ არის მშობლების კრიტიკა, ანუ რასაც ვიტყვი, მშობლის კრიტიკას ეს არ ეხება და ეგრე არავინ არ უნდა ჩაგვითვალოს. მაგრამ არის ხოლმე ხშირად, როცა მშობელიც ძალიან დაღლილი არის, თქვათ, რთული სამუშაო დღე ქონდა და მაგალითად დახვდა თინეიჯერი შვილი სახლში, არ ვიცი, ან გადაპარსული, ანუ ხო ამ იდენტობის ძიებაში, როცა ძალიან ბევრ რაღაც ექსპერიმენტებს ატარებს ადამიანი, როგორც ვიზუალურად, ასევე ხასიათით, მეგობრებით ზოგჯერ შეიძლება სხვადასხვა სტილის ყავდეს, სანამ მე რაღაცა ჩამოყალიბებამდე მივა. აქ მშობლის მთავარი როლი არის, რომ უნდა იყოს მხარდამჭერი და უკვე უნდა გაიაზროს, რომ აი ამ ასაკში თავის შვილს შეიძლება უკვე პირველი სიყვარულიც ეწვიოს. და ამასაც კრიტიკულად არ უნდა შეხვდეს. ხო, კრიტიკულად არ უნდა შეხვდეს და მხარდამჭერი უნდა იყოს მის მიმართ, როგორც პირველ სიყვარულში, ასევე სამეგობროში, ასევე სკოლაში და მთავარი საფორთერი, ესე რომ ვთქვათ, უნდა იყოს მშობელი. ეს რამე კითხვა თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით, ეს გავიაროთ და გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ან თქვენი გამოცდილება თუ გინდათ გაგვიზიაროთ? ჩემ გამოცდილება ის არის, რომ რეალურად ფსიქოლოგები არ შობელსაც გარდატეხის პერიოდი სიბერისკენ და თავის გაჩვენება ყოფილი. ბატონო. და ამიტომ სულ რაი ბავშვო თვინია ხო რაღაცა შეძკი. თულია, კი ბატონო, აი. აი ზუსტად ჩემზე რამდენიმე წუთის უბრალოდ გახტები როგორც და მეცნიერებოდა მოგება რა დაჩაქვე. აი თინეიჯერს როგორც აქვს გაზეთის გადატეხვა, ესევე აქვს და სულ ადამიანს და მარტო აი დაჟე აი მე რომ ჩემ გამოცდილებით ეხლა უფრო რთული გადატეხა თან ძალიან სწრაფად იწვება და ის და რაც მაქსიმუმად სიმშავით ფსიქოლოგებმა. კი ბატონო, სრულიად გეთანხმებით და როგორც აღნიშნე კიდეც მშობელი კიდე თავის ყურადღებას და თავის თვითზრუნვას მოითხოვს, საჭიროებს უბრალოდ. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ერთი кейსი და მის მაგალითზე განვიხილოთ მდგომარეობა, როცა აი აქ ვთქვი, რომ
შეიძლება ყოველთვის დაღლილი მოვიდეთ სამსახურიდან, ზუსტად იმ დროს უნდადეს ჩვენ შვილს ჩვენთან კომუნიკაცია და ჩვენ ფიზიკურად არ სურვილი გქონდეს, მაგრამ შესაძლებლობა არ გქონდეს ამის. აი მაგალითად რო ავიღოთ ესეთი შემთხვევა, რომ მაგალითად პირობითად ადამიანი, ქალბატონი მაგალითად ვინ იყოს თამარი მოდის სამსახურიდან დაღლილი და ამ დროს მისი შვილი ხდება, ვთქვათ 10 წლის ასაკის, ერქვას დათო პირობითად და თამარი დაჯდა, ისეთი დაღლილია, რომ ყავა უნდა, მაგრამ ყავასაც ვერ იდუღებს, იმიტომ რომ ძალიან დაღლილია და დათოს ახლა უნდა რომ გაუზია მოუყვეს რაღაც. ამ დროს აი რო ვიმსჯელოთ, როგორ უნდა მოიქცეს თამარი, რომ ბავშვისთვის ნაკლებად სტრესული იყოს ის, რომ იმ მომენტში არ შეუძლია ყურადღების მიქცევა. როგორც ჩვენ დასაწყისში აღვნიშნეთ, იმის გარდა რომ ვართ როლში მშობლის, ვართ ცალკე პიროვნებები, რომლებიც ვიღლებით ხოლმე კიდეც. აბა მე შემოგთავაზებთ ჩემ აზრს და ამაზე ვიმსჯელოთ. ამ თამარს, რომელიც დაღლილია და ასევე ძალიან დიდი სურვილი აქვს ბავშვის მოусმინოს, თუმცა ფიზიკურად არ შეუძლია იმ მომენტში. ორი ვარიანტი აქვს. ერთი რომ პირდაპირ უთხრას, რომ დათო, ეხლა არ მცალია შენთვის, რამაც შეიძლება ამ ბავშვს დათოს მოზარდს აფიქრებინოს, რომ ის არის ვერ გაიაზროს, რომ დედა დაღლილია და ფიქრობს, რომ ისთვის არ ძალიან და არის უარყოფილი, რაც შემდგომში შესაძლოა სტრესი, ტრავმა და ცუდი მოგონებები გამოიწვიოს და ასევე ალბათ უფრო ჯანსაღი და სწორი მიდგომა იქნება თუ თამარი ეტყვის დავის, გაუზიარებს თავის ემოციას და ეტყვის, რომ დათუნა ძალიან მაინტერესებს შენი ამბავი, ოღონდ ეხა ვარ დაღლილი, ცოტა ხანი დავისვენებ და მაშინვე პირველ რიგში რასაც გავაკეთებ, შენთან მოვალ და ძალიან მაინტერესებს და მოვისმენ შენ ისტორიებს. ეს კი ბატონო, ამ დროს ბავშვი პასუხს იღებს, უარყოფილი არ რჩება, დედის ასე ვთქვათ, ემოციის გამზიარებელიც ხდება და შეიძლება იმისთვის ის მნიშვნელოვანი ისეთი აღარც იყოს, რომ კიდეც გადაავიწყდეს რაც უნდოდა, მაგრამ ის რომ ადამიანს პიროვნებად ჩათვალეს, საქმის კურსში ჩააყენეს, პასუხი გასცეს, უკვე კარგად აგრძნობინებს თავს. და აი ამაშია ხოლმე სხვაობა, რომ აქ ის კი არ არის, რომ იმან უცბად უნდა დაიშვენოს, უცბად რაღაცა გზებით, რაღაც ჯადოსნური ჯოხი აიქნეს. უბრალოდ აი ესეთი სწორი კომუნიკაციითაც კი შესაძლოა პატარ-პატარა სტრესები და ტრავმები ავარიდოთ შვილებს. თუმცა ვამბობ, რომ ამასაც თავისი ძალისხმევა სჭირდება. და ესე მარტივი შესაძლოა არ იყოს და ყველაფერი სწავლადია და პრაქტიკაში მოდის. ბედნიერება დღევანდელი შეხვედრის მთავარი სიტყვაა. და მოდი ყველამ ვთქვათ ჩვენი აზრით რა არის ბედნიერება. მე ვიტყვი რომ ბედნიერება ყველასთვის შესაძლოა იყოს განსხვავებული. აი მაგალითად ჯანმრთელობა სიტყვა შესაძლოა ყველა ერთ რაღაცას მოვიაზრებდეთ რაღაცას, მაგრამ ბედნიერება არის ისეთი მდგომარეობა, რაც შესაძლოა თქვენ გაბედნიერებდეთ პირობითად, ჩემთვის არანაირი ემოციის მომტანი არ იყოს და პირიქით. და რო ვთქვათ, რა არის ჩვენი აზრით ბედნიერება, ან ფრაზით, სიტყვით, რამდენიმეთი, მინიმუმ ერთი. ჩემთვის არის ადამიანებთან ურთიერთობა, ოღონდ მართლა და მაგაში ჩემი შვილი რომ დამემსგავსე ძალიან მიხარი. აი, სახლშიც როგორც და ძმა არ ყავს, ერთი ყავს მხოლოდ და ვინმე ბავშვი მომიყვანეთ. ჩვენ სახლში არის სუპერა. კი ბატონო. ყველა ბავშვი ჩვენთან არის ხოლმე, მაგრამ თუ ვინმე არის, ვინმე ბავშვი მომიყვანეთ. რეალურად ეხლა გვაქვს და მართლა ეგრეა მშობელი თუ ბედნიერია, ბავშვიც ბედნიერია და აი მე ჩემ შვილებს ვხედავ ჩემ ანარეგს, ეხლა კარგია თუ ცუდი მეორე თემა, მაგრამ მე ჩემ შვილებს ასე თეთრები მოდიან და იგივე შეუძლია. რასაც ქვევით ჩაძახება, ხო ეგრეა. ამიტომ აი ბავშვი მართლა ოჯახის სარკე, ხო იცი ქალები რო იცავდნენ მართლა იგივე ბავშვი მოდის და მეუბნება დედა რა ჭკვიანი ხარ, როგორი კარგი სული მე რასაც ვეუბნები და თან ბიჭები არიან, მე ხა ცოტა სიტყვებსაც ზომა უკვე, იმიტომ რომ აი ანალოგიურად რასაც ვეუბნები
მე იყო ესეთი სიტუაცია, მიშვილები ცოტა დიდები და ისინი ხა ცოტა გამაიმუნებული რამდენიმე წლით და მოდი ახლა შეჯიბრი გავაკეთო და ვინ უფრო ბევრ უზდევოს სიტუაციას. ჩემი ქირება უზდევოში ყოველთვის ხო? აი რომ მოვედი სამში ხა ეგეც არ არის ნორმა რა ხო? ეგეც ეჭირ. ხო და ხო არა მართლა ხურებს განშევიდა. უზდევოს შევა შეიგინო მაგრამ რაღაცა უნდა მოიფიქრო და ანუ მართლა მნიშვნელობა ოჯახის ბედნიერება აირეკლება, წესიერება აირეკლება, თავხედობა და ყველაფერი და ხარად შეეხება ბედნიერებას, რა თქმა უნდა ურთიერთობა დანიშნულოვანი განსაკუთრებით კოვიდის მერე მივხვდი ამას. მე საერთოდ ჩემ თავდაყოფნაც ვიყავს მარტო ყოფნაც, მაგრამ კოვიდის მერე აღარ მიყვარს მარტო ყოფნა ის უმინდა რომ მაგრამ ჩემთვის მაინც ბედნიერება არის ჩემშულებს რომ ვხვდები. ჩახუტება არის ძალიან რაც არ მეცოდათ ვიყო, რაც არ და ფიზიკურად, სულიერად, აი უფროსად მეც პატარა რომ ჩამეხუტება, ჩემ ტაბლეტკას ვეძახე. რა აი მართლა ამ ქვეყნიური სამოთხია და ვისაც შულები არ ყავს და მომავალში ყოლა ძალიან დიდი ბედნიერება გექნება. შვილი სამი ყავს, სამი პატარა ხო 11 წლის ბავშვი არც თუ ისე პატარა და 9 წლის გოგონა, მაგრამ ფიქრობ რომ ყველას თავისი სწორი კომუნიკაცია სჭირდება და შესაბამისად ანუ რაც უფრო მეტად იზრდებიან ის უფრო ელემენტარულია დასაკმაყოფილებელი ჭამამოვლის და გასეირნების გარდა უფრო მეტი პასუხისმგებლობა, უფრო მეტი სწორი კომუნიკაცია და მეოთხეც დავიმატე, ოღონდ ეს არის უცხოელი საინტერესო, საკმაოდ საინტერესო შერწყმა აზიის და ამერიკელის. ერთი წელი იცხოვრებს ჩვენთან და ჩვენი შვილობილია და მოკლედ სახში გვაქვს. რა საკის არის? 17-ის არის 18-ის ხდება. იმიტომ რომ პროგრამა ითვალისწინებს ამასაკის ბავშვების, ანუ საინტერესო გამოცდილებას მიიღებთ. საინტერესო. ნამდვილად გოგო. ამიტომაც გოგო. მაგრამ სამმალოდ ვიჩსაც ვფიქრობ. ბატონო? ინგლისურად. ეხლა ჩემ შულებს რომ მოყვება ქართული სულთან ვიწყდება. ხო. არა. კი. მისანია რომ ქართულადაც ვასწავლოთ და მანაც ამ თავისი ჩვენი კულტურა. ამ პროგრამაში როგორ ჩაიდგა? ფლექსის გაცვლითი პროგრამა, სადაც მივიღეთ ეგრეთ წოდებული ანუ მონაწილეობა, ბევრი ან რაღაც გავიარეთ დეტალები და შესაბამისად. პროგრამა ქვია. ფლექსი. კეცი ჩვენები რომ მიდიან. კი, ჩვენები მიდიან იმას ემექას, ანუ ძალიან დიდი ხნის როგორ ვიტყვათ ამ ეს პროგრამა. ჩემი ძაშვილი იყო ამერიკაში. ხო, მოკლედ მე კაც დავუხვიეთ თემას. თქვენც რო გითხრათ რა არის ბედნიერება თქვენთვის? შემდეგ ანუ ამ საკუთარი თავის ფონიდან გამომდინარე ფიქრობ სწორი კომუნიკაცია, სწორად ემოციების ანუ გამოხატვა ადამიანებთან და თუ პირველ რიგში ყოველ საკუთარ თავს შემდეგ ანუ ახალბედნიერი. მაგრამ ყოველდღიურობა რომ ჩახუტება ეს ყველაფერი და კომუნიკაცია ანუ სრულყოფილი კომუნიკაცია. მაგრამ საკუთარ თუ საკუთარ თავს ყოველდღიურად ამ შემთხვევაში ანუ შემდეგ ანუ სწორად ანუ ვეცდება კომუნიკაცია და ყველაფერი. ცირედით? თავის პონა ყოველ ასაკს თავისია. შეიძლება მე სვარო. მე რა მოწდება რომ პლანის არა. ეგ კარგია, იმიტომ რომ გნიშნავს რომ ვითარდები და იმ ეტაპზე არჩები. ანუ ყოველ წელს, ანუ ყოველდღიურად, ანუ რაღაცას აღმოვაჩენ, მაგრამ თუ იპოვე ანუ თუ ჩვენ ანუ ვიპოვეთ ჩვენი თავი, მე ვფიქრობ რომ ჩვენი ცხოვრებაც არ იქნება ანუ საინტერესო რომ აი ვიპოვეთ და всё მორჩა გათავდა. ხო, ანუ მოქმედება, ძიება, ახალი გამოცდილება და მე ვფიქრობ დავამატებ კიდე სანამ სიამოვნებით მოგესმენთ. არა, გამოცდილებითაც და წიგნიერებაზე მეტი მნიშვნელობა ჩემი აზრით ცხოვრებისეული ცოდნის მიღებაშიც და ბედნიერებას აქვს გამოცდილებას.
გამოცდილებას, ну, რა თქმა უნდა, ჯობია კარგი გამოცდილება და ცუდი გამოცდილება მტკივნეო, რომელიც ცუდიც გზრდის. ანუ აი სიტყვაზე ეხლა მე ვცდილობ რომ ვაკითხო ეს ციგნები რა, მაგრამ მე პირადად იმდენად ვაკითხე და რეალურად ის ციგნების წაკითხვას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ფიზიკური გამოცდილება, თუნდაც აი ესეთ სიტუაციაში ერთმანეთის მოსმენა, თუნდაც ეკვაზე სიმღერაზე, სიარული სპორტზე, მეგობრებთან ერთად. აი შენ უკანაც არის. სხვადასხვა გარემოში ყოფნა მეტწოდნას და მეტ უნარს ძენს, არა მარტო ბავშვს, უფროსაც, ვიდრე მარტო დაჭდეს და წიგნი. კი, საერთოდ პრაქტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ თეორია ფაქტიურად პრაქტიკის გარეშე ძალიან მცირეა. ჩემ ბავშვობაში ამბობ გასული ტიპია და სულ ვიძახი რაც ნიშნავს მე ზუსტად ქართული კარგი შესაძლოა რაც მე გვან გავხვალ რაც მეტი გამოცდილება გეკდება მით უფრო ჭყალებში აზამოსი აი კი მით უფრო მეტი გამოცდილება გაქვს უფრო ის იყო როგორც მოქნილი და თვალსაჩინო მეტი ეს რა და ჩემ ბავშვობაში არ იყო ეს ჩემ ბავშვობაში უფრო უნდა გეკითხა რაღაცა ის ეხლა არ ვაძალებ მე ჩემ შვილებს მართლა ათოსნობას და იმას თავარა ეს აი რაღაც ბევრი გამოცდილება დადებითი დაიგროვა ეს არის ბედნიერება ჩემი და ჩახუტება მაინც უპირველესი თაროს წინავს თამაში თან ეხა კიდე პატარებია ის უფროსი უკვე აღარ და ეს ნახეთ თქვენი კოთხიდან მე გამამახვილებ ყურადღებას იმის რომ სკოლაში როდესაც რედაქტორია და თერაპიის გადაგდები ეკითხები თუ რა საკეთებენ მისმის რომ ჩვენ დროსაც იყვნენ ცალკე ბავშვები მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ახლა ვართ სკოლაში არ მაქვს ის მოთხოვნა რომ ბავშვი მაქსიმალურად მომზადებული აი რაღაცა ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს და არც მაქვს იმის მოლოდინი რომ რაღაცა სადღაც ყველაფერი იდეალურია მაგრამ იცით რა როდესაც არც თერაპიაზე რომ მეკითხები აი რა საკეთებთ იმიტომ რომ მეც მაინტერესებს მართლა აი რას გულისხმობს ეს თვითონ საკანი და მეუბნება რომ მანიქ მასწავლიან თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და მიჩნდეთ ანუ მერხთან და ამასაც სწავლიან გეტყვით ეხლა და ბავშვები ანუ ხმას არიან. ეგ სიჩუმის მეფეს ათამაშებენ როგორც ჩანს. და მე ვსაკვი რომ გასაგებია რომ ვიღაცისთვის ანუ ის დასწავლია, იმიტომ რომ მან არის ის ანუ როგორ მოიცეს, ხო, მაგრამ საგანის სტრუქტურა მაგას არ ითვალისწინებს. საგანი არ გულისხმობს ანუ ამ სიჩუმის მეფეს ანუ დასწავლას, მაგრამ ცევითი აქტივობები აქვს ნამდვილად. ეს რა კონცერტი აქტივობები შემოიღებიან და იცით რა ფიქრობ რომ აი აქეთ ამ ხარი აი თქვენ ანუ მოსულით უფრო მეტად შეძლებს მაგალითად აი თავისი სუსტი და ძლიერი მხარის აღმოჩენას. კი, პროგრამის ერთ-ერთი აზრი ეგეც არის. და ის მიდგომა რომ აი მაგალითად არ არის ხმაურიანი ბავშვი რომ ეს ძალიან კარგია. მაგას ვერ გააჩნია რა გადმოსახედიდან არის კარგი. ესე კარგი და ცუდი ხო ცალსახად ესეთი მცნებები უკვე არ აბსურდია. მე ვფიქრობ რომ ბევრ რაღაცაში არის ფსიქოლოგიურად, ბევრ რამეში, ანუ თვითონ პიროვნული განვითარების კუთხით ბევრ რამეში დაეხმარება ბავშვებს. კი ბატონო. მაინტერესებს თქვენ შვილებს რამდენად ხშირად უყვებით ხოლმე თქვენი ბავშვობის თავგადასავლების შესახებ. და თვითონ თუ გთხოვენ მოყოლას. როგორც მე ვიყავ ბავშვობაში, ნამდვილად აი როგორ რაღაცებს მეკითხება ხოლმე, იცით? აი ჩემ ხელა რო იყავი, შენ ამას აკეთებდი? შენ გიყვარდა ეს ტიკაბების ჩაცმა? იმიტომ მისთვის ავტორიტეტი ხართ და აინტერესებს რამდენად თქვენს მოდელს იმეორებს. თქვენი ისტორიები შემიყვარდა. იარეთ ხოლმე ჩვენ და ეხლა ამათ გოგოები ყავდა ბიჭები კიდე ცალკეთება რა. ეხლა უფროს რა ვიტყვი და იწაით კიდე და არ ნერვიო და შეიძლება მომიკვდე. ანუ აი რა კარგია. საერთაშორისო სიმართლე გითხრათ, ანუ ფაქტია ორი და ჭია.
ეს გოგოებთან გაცრელებთან გამირთულდა ეს ურთიერთობა, ვიდრე მაგალითად ანუ ბიჭოთან გოგოები გაცრეებდნენ პროტესტანტებს ოჯახის. აი ისეთები აი კი ამბობენ, სხვა შორის ბევრ შობელს აქვს გავსი გამოცდილება. ამბობები ამას ეუბნები და რაღაც შეიძლება სხვა გააკეთოს. სკოლაშიც აი ყოველთვის ისეთი არიან, ვიდრე მაგალითად ბიჭი გაცილებით ისეთი. დინჯი უფრო მეტად გაგითვალისწინებს, უფრო მეტად ისეთი მიამბობები. თავის იმას გიმტკიცება, სულ მტკიცებაში არიან. ეს ხომწონს ჩაიგაშორის, რომ აი თავისი აზრი გაიჩნიეთ და ამაში მოყვარვია. ეგ კარგია, რომ ნაკლებად კონფორმულები არიან. მაგრამ ბიჭები არიან ძალიან უთბილესი ვინმე, ძალიან იმერც კი წარმოვიდგენდი, რომ ესეთი აი ბიჭებს უყვართ დედას იგიჟებდი და მე ხა იმას ვცდილობ, რომ ძალიან არ მომეკეთო ისე რომ კი, რაღაცა საკში სეპარაციაც მნიშვნელოვანია. აი ერთ-ერთ სტუმართან პოდკასტი, რომელზეც გითხარით, რომ დავიწყოთ ჯერ ერთი სერია დადებული ერთ-ერთ სტუმართან ვისაუბრეთ ამ თემაზე და ზუსტად ისიც ფსიქოლოგები და ძირითადად პროფესორები მყავს ხოლმე მოწვეული და ზუსტად ამას ამბობდა, რომ რაღაცაა საკში კი გეტყვით აუცილებლად და სეპარაცია შვილისგან გამოყოფა და იმის გაცნობიერება, რომ ერთი ადამიანი არ ხართ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, როცა მშობლები ამბობენ და შეიძლება თქვენს გქონდეთ შემთხვევა და შეიძლება ბევრს აქვს, რომ აი ექიმთან ვიყავით. წამალი დავლიეთ და რაღაც ასაკის მერე გამოცდაზე და ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა. საერთოდ ადამიანის მთავარი ფუნქცია, ასე ვთქვათ, მიზანი რაღაც მომენტში არის ისიც, რომ თავის ცხოვრებაზე იყოს პასუხისმგებელი და პასუხისმგებლობის აღების უნარი ჰქონდეს, რომ იყოს ფუნქციური და არ იყოს ნევროტული. საერთოდ ოჯახი ძალიან დიდი როლის შემსრულებელია ბავშვის ჩამოყალიბებაში. კი და ეხლა რატომ ხიცია ზოგიერთი დედა იმედია მე გენერალში და ეხლა ვაცნობიერებ და ხოთი ასაკერო გემეტება ზოგი ურევს. ანუ ბიჭი მიუხედავად იმისა, ეხლა ეს ბავშვები ძალიან არიან ჩემზე და მეც ძალიან ის დისტანცირება უნდა გააკეთო რაღაც ეტაპზე. მე თავი ცოლი რო ეყოლება და კიდე დედა და ყოველ საღამოს ვურეკონ არის რა როგორც მე არ მომეწოდება ჩვენი კვანძი. ეხლა ეს არის შეუყურებლობა ჰარმონია ბიჭები და მაგასაც გეტყვით, ნახეთ, შეიძლება თქვენზე კი აღარ დარჩეს, მერე ცოლზე იყოს და ანუ დამოკიდებულება ყოველთვის ექნება. ოღონდ დამოკიდებულების სუბიექტი შეიძლება. მე რასწორიც მთავარი ქალი დედა აღარ უნდა იყოს რა, იმიტომ რომ ხა დედა ყოველთვის დედა, მაგრამ ცოლი ხდება პირველი ქალი, მერე მამაკაცი და ეხლა ვაცნობიერი ფრაზა უნდა იყოს და მინდა რომ ჩემი შვილები მგონია რაც არ უნდა დამოკიდებული იყოს, ალბათ ერთიულები ძირითადად ისეთი. არა, არიან კაცები. კაცები კი, ბოდიში ქალები არიან დედები, რომელიც ნახეთ მე აი ერთი დაკვირვება რაც დაკვირვება არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ალბათ ევროპული, ეგრეთ წოდებული, ანუ გერმანიაში, მაშინ როდესაც ანუ ყველაფერი მოწესრიგებულია და ადამიანები ცხოვრობენ ძალიან ესე დროებით და ასე შემდეგ, ერთი რამ მიუხედავად იმისა, რომ მართაც აქვს ანუ კომუნიკაცია, რაღაც სწორი კომუნიკაცია მშობლებთან, რაღაცა ეს ბოյფრენდი ასე შემდეგ, ანუ ერთი მივხვდი, რომ მაგათ არ აქვს ეგრეთ წოდებული, ანუ დიდმიერება. და რატომ? ანუ ვფიქრობ, რომ ჩვენ ანუ ეს რაც გვაქვს, ანუ ურთიერთობები ის ოჯახთან, ის ბავშვებთან, ჩახუტება, აი ბავშვები გავაჩინეთ თუ არა რაღაც ამიტომ სწორი მეთოდოლოგიით, ესენი უნდა ყოფილიყნენ მარტო თავიანთ ოთახში და დამოუკიდებლად დაეძინათ. მე მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დაუშვი, იმიტომ რომ თუ მაგ იმის საშუალება, რომ ჩემი შვილი ჩავეკუტო და მყავს
აკეთება რა. რაღაც მომენტში ის დისტანციას მოვიდა, დამოკიდებული იყო, ერთად გადავარდეთ, არ იყო მასწავლებელი, მაგრამ ახლა ერთად გადავარდეთ. ყველაფერი დაიახე, აი ყველასთან მიმართებაში, მაგრამ უცხოთან მიმართებაში ვიცახე რომ შეიძლება რაღაცა. ხო, აი უფლის სწავლობით მე ცოტა აი თეოლოგი დაგვიდასტურებს რომ არსებობს. მაგრამ ვერ დაგვიმტკიცებს. ფაქტს ვერ მოგვი. ჩემი შვილები ძალიან ახლოს გავზარდე, ორივე ჩემთან მწვავ ბიჭები, აი ძალიან ორივეზე რაღაც, მაგრამ ძალიან დამოუკიდებლები არიან, როგორც კი გახდა 5-6 წლის თავის ოთახში არც იმდენის შინია. ანუ ის ხალხი მარტო კაისაზე არ არის, რაღაც ინდივიდისთვის არის. რა თქმა უნდა, თავისი ხასიათიც. ბაღშიც რომ ვიყო არც უტირიათ, ძიდაც რომ მოვიდა. აი მე მაგალითად ჩემი მაგალითი რო გითხრათ, ბაღი ისე მიყვარდა, რომ ბაღში როცა დავდიოდი, რა თქმა უნდა, რომ კი, ჩემ გარშემოც იყვნენ მაშინაც ბავშვები და ეხლაც არიან ბაღის ასაკის ბავშვები, რომლებიც ტირიან და არ უყვართ, მაგრამ შაბათ-კვირა არ მიყვარდა იმის გამო, რომ ბაღში არ ვივლიდი. მშობლებზე ადრე მე ვიღვიძებდი და ესე გამზადებული ბიჭები, როდის გახდებოდა 9 საათი, რომ წავიყვანე. და даже თანახმა ვიყავი, რომ ზოგჯერ ხდებოდა, რომ იმ დღეს არ ეცალათ და ვერ წამიყვანდნენ და ჩემ კორპუსთან ახლოს იყოს და ზად ვიყავი 4 წლის ასაკში, რომ მარტოს მევლო, ჩემი თავი მიმეყვანა და მე გამომეყვანა. ისე მიყვარდა ის სოციალიზაცია და იქ მეგობრები მყავდა და ჩვენი ისინი მყავდა. ანაშა რაღაცის თქმა გინდოდა მე მგონი და ჩვენი თავობის ახლა 4 ცენტრში ისწავლე. რასაც ვაკეთები ჩემი უყურებს მოწვის პრობლემა ჩვენ თავს. იმდენად არის რა თქვით რომ ინდივიდუალური არის ხო მასიური. ეხლანდელი ბავშვები ახლანდელი ბევრად დამოკიდებულები არიან რომ და თვითმყოფადები და უკვე შემდგარები იბადებიან მგონი. დედა ჩემს თხოვა ერთხელ დედა მომეცი შესაძლებლობა ერთხელ ბინძური შარვალი ჩავიცნო რომ შეცდომა დავუშვი. კი. მინდა რომ გავერცხავი ცოტა ისეთი ჯინსი ჩავიცვო. კი, აი ერთგვარი მიღმა სწრაფების სურვილი გქონდა და გინდოდა რომ რაღაცა დაგერხვი, აი გააქვს ეს აქტუალიზაცია. დასარეცხი ჯინსი რომ დამერღვია ეს. აი ეს გაჯეტები. მე ჩემშუოთ ესე ნაკავად არ მოგწავა, თუმცა იმ პატარას თავთან ყავა მინუსი აქვს და ნუ შეუზღუდები და თავში და ნიშნა ამიტომ ეს წესია ხა მამი. უმატებ ხოლმე დრო. მამი თვითონაფნება და ვაი მე რა კარგი. აი უბრალოდ მაინდა ეს პატარა წესია. ანუ ის კონდიცი იქ ძალიან ძალავს, აი ჩემი მეგობრები ნათი საერთოდ ბავშვები არა აი დახამებული რა და კი, აი ეგან რომ საუბრობდით, რომ ბავშვს რასაც აუკრძალა, აკრძალვის ფორმით, ის მაინც გააკეთებს, ოღონდ უკვე შენს ზურგს უკან. კი. კი. თუმცა რა თქმა უნდა, მითითება, ახსნა და სწავლება აუცილებელია, იმიტომ რომ რაღაცა მიმართულება უნდა მიეცეს ბავშვს. ყველა მეწვს მენამ ფსიქოლოგებს და ეს აზვისწავლე რომ ამთხილე მათში გამოკარტო, მოწოჩი გამოკარტო და ნუ ვცდილობ, მაგრამ ესე რომ ზოგი საერთოდ რაღაც უმალავენ, მე ბავშვები არიან, აი დახამებული. ეხლა იმაში ზაფხულში ხო მქონდა შეხება რა ბავშვებთან ნათესავდნენ. აი ბავშვები ტელეფონს და პლანშეტს რო დაინახავდნენ, გიშდებოდნენ რა, აი ვეღარ ვაცილებდი ცხვის ბავშვებს და ჩემებს არა აქვთ ეგეთი. იმიტომ რომ აკრძალვა არ აქვთ. აგია რომ ნუ ცოტა დიდხანს მაინც ჩემს კერძოში და გვიან მოდიან სახლში და აღარ ამეწრებს და არა აქვთ დრო და ზაფხულში ცოტა თავისუფლად რო იყო და ისინი ეთქობა ზაფხულში ზუგწალობდნენ და ეხლა იცით რა მინდა რომ გაიხსენოთ? ბავშვები როცა იყავით, რა გაბედნიერებდათ? დაფიქრდეთ და გაიხსენეთ.
აი ეს პრობლემები და მაქსიმალურად ბავშვობაში წევდი ხოლმე. ანუ ადრეულ ასაკში რა თქმა უნდა ჩავიშვა მიუხედავად იმისა რომ აი შეფარდა სკოლაში და და ცენტრ ყოველთვის სიუჟეტი თამაშობს აი ყოველთვის და თანა ყოველთვის უბრალოდ ჩამოყალიბდა თამაშობს აი სულ თამაშობს და ის ანუ ყოველთვის აღნიშნავს რონდება სახში სკოლიდან რომ მე არ მაქვს თამაშის დრო და ეს არის მომწონს ფიქრობ რომ ანუ მოგიკურიც არის და აი მომწონს რომ აი მომწონს რაღაცა იმის აღმოჩენა ის გაკეთება შეგეთან თამაში თამაში არ მე აი არასდროს დიდაშვილობა და აი ძალიან მეცნიერო არ მქონდა ჩემი ხა მე ხო წეძეთი და ჩემს ბაბები თოჩნები ხო ძალიან მოსკოვიდან და რაღაცაც ეჩალა მქონდა მაგრამ არ მიყვარდა აი ეს რო ის ატარცის კაბა აი ძალიან სხვა მინდა და ჟურნალისტობა დავწერდი სტატიები საკითხად ვიდეო და ადრე იყო ან ბედნიერებას კარიერაში ხედავდით ბავშვობაში ну ეხლა ისე მაგრამ ანუ თქვა კარიერა არის ესე ოჯახო ეხლა ჩანება ოჯახო საჭმელები და ხოლმე მოხსოვდი მაგრამ აი ბედნიერებას თამაში ვერ ხედავდი უფრო მაგ დროს ხო უნდა თქვათ რომ მტვერზე გაქვთ ალერგია და არა კარგი სამრაგული გოლის კარგი ხალხს ვინმე დავეხმარ მაგრამ არიან ხალხი რაც უყვარს სახში კი, ნამდვილად და ბედნიერებას სხვაზე ამ ფორმით ზრუნვაში იხეთ. იმიტომ ადამიანების ინდივიდუალობაც ის არის, რომ იმ დღეს ვლაპარაკობდით მე და ჩემი მეგობრები და ყველამ რაღაც ესე თვითკმარობაზე და სურვილებზე მიზნებს და ასე შემდეგ ჩამოვარდა თემა და ზუსტად მაშინ ვთხარი ჩემ ერთ მეგობარს, რომ შენ მეთქი რა შენთვის ბედნიერება რაც არის, თქო ეგ რო ღამე დამესიზროს, მეორე დღეს ვიტყვი რომ კოშმარი ვნახე მეთქი და ანუ იმდენად განსხვავებულები ვართ ადამიანები, რომ მართლა იმიტომ რომ ბედნიერების სიტყვის აღქმა, აი ყველასთვის სხვადასხვა რაღაცაა ბედნიერება. აი მაგალითად, ჩემ უსაყვარლეს ბებიას, რომელიც სურამში ცხოვრობს და არის 85 წლის, ყველაზე ძალიან აბედნიერებს, როცა ჩვენ ჩავდივართ შვილიშვილები მასთან. მაგრამ მე რა თქმა უნდა ეგ სხვა რაღაც რა თქმა უნდა მეც მაბედნიერებს, მაგრამ კიდე სხვა რაღაც მთავარი სხვა რაღაც არის და ესე შემდეგ. არის ხა გამახსენდა და ჩახვდებს გარდა არის შემეცნება ჩემთვის აი ახლის გაგება. ანუ განვითარე, მუდმივი განვითარება. ზრდა და მილიონი პოდკასტები და ინტერნეტი ჩაჭიდი და ჩემს მოკლედ მქონდა ხარც მაგრამ აი ეს ერთი რაღაცა აუ მითოლოგიები ეხა პირველ კლასში ასწავლეთ ჩვენ გავიცი მათემატიკაში აი პატარა მიწეს და მე ჟურნალი უნდა გამო და ჟურნალისტობა მინდა და სამედიცინოზე ეხლა მუშაობთ მაგ მიმართულებით? სამედიცინო მიმართულებით? რაღაცებში ხო? საერთოდ მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აი თქვენს როგორც თქვით, ბავშვი მშობლის არკეა, შეიძლება ეხლა ყველა შემთხვევაში ესე არ იყოს და პირიქით ძალიან საპირისპირო ანარეკლიც იყოს, მაგრამ მაინც ბავშვისთვის მიკროსამყარო არის მაინც ოჯახი და ცნობიერება, როლები და აღქმები მაინც შემოდის ოჯახის ძალიან დიდ როლს თამაშობს ხასიათიც, ტემპერამენტიც და ბევრი რაღაც, მაგრამ თუნდაც აი ამ ხასიათს და ამ შესაძლებლობებს, რომლითაც ალბათ ყველა ადამიანი ვიბადებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ჩავუხშოვთ ბავშვს თუ განვითარებაში დავეხმარებით. ну ჩვენ აი თუნდაც მშობელსაც ხო აქვს ძირითადი ორი მიმართულება, ერთი არის კონტროლიური, ასე ვთქვათ, მშობელი და მეორე არის თანამდგომი მშობელი. და ორივე ზრუნვით მოსდის გამონაკლისია შემთხვევები, როცა მშობელი მიზანმიმართულად აზიანებს შვილს,
მაგრამ მაინც ხდება ხოლმე მშობლისგან დაზარალება, ასე ვთქვათ, დაზიანებული ბავშვების არსებობა. შეიძლება მე მგონია რომ კარგად ვიქცევით, ვცდილობ რაღაცა უნებურად შეცდომას ვუშვებთ. მე ვარ ძალიან ფრთხილი დედა. სამეცნიერო განათლება რომ ყველაფერს უყურებ გაფართოებული თვალებით და სულ მეშინია რომ ეს ბავშვები არ დამთქვეოთ ხომ. აი სიტყვას ბაზისში გადაღტომაზე სულ უშვი ის და წელს ისე კარგად ისწავლეს, ისე კარგად ხტებია და მივხვდი რომ ყველაფერს აქვს თავისი არ არის საუბრო 3 წლის ბავშვი ჩაყრუმალდეს და შემოdaikcho. ხო, რა თქმა უნდა, სიფრთხილის ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ყურადღება უნდა მოვადუნოთ და სიფრთხილის ნორმები. და დაიცემ ადგილი არ არის ეგრე რა მოვა ასაკი და დაიცემ ადგილი და თავსაც მიხედავს და სანამ გაფრთხილება აი ცხოვრებაში იმდენი მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი რაღაც ხდება მე ხარ როგორც ნახევარ ცხოვრება გავდივი უხუცესი როგორც უხუცესი თუ როგორ თქვით წეღან რაღაცეები შეიძლება მოხდეს რაზეც შეგვიძლია რომ გაუთხრილდეთ ეხლა ჩემი შვილი უფრო ზედ 11 წლის და მარტო ხა ნაცუპის ქუჩაზე ვთქვა კომაროვში სადღაც ვუშვებ მაგრამ აი ეს მეტროთი ვუშვებ ბავშვებს აი როცა შეგიძლია რომ ცოტა დაიჯო მეტროზაც ისწავლეთ ეხლა მეც შესაბამისი ასაკი აქვს ყველაფერს. მეტროში ჩავდივარ ტროლეიბუსით მაგასაც ვატარებ და ერთ ველოსიპედისტები არ მიცანი და ეხლა აი რისკმანდა იცი აი ეს ტენდენცია რომ მიუშვი ველურად რატომ უნდა გაძარდო ცხოვრება ისედაც მოუტანს გამოცდილებასაც და ადამიანი თუ ჯანმრთელია ხო მენტალურად და ფიზიკურად გამოსავალს ნახავთ რა უჩვენებელია ბავშვობიდანვე შეასწავლეს ყველაფერს რომ ბავშვობა ხო რა ვიცი შემოწდები უფრო როგორ არის იცით აი ნუ ბავშვებს აქვთ თავისი მიმართულება თავისი ტემპერამენტი რომლითაც იბადება ბავშვი რომლის მუდმივი მოთხოვნილებაც არის რომ უფრო აქტიური არ ხო არიან უფრო აქტიურები და ბავშვები რომლებსაც უყვართ უფრო ჯდომა აი ეს იმას არ უნდა ვაიძულოთ რომ ამის როლში შევიდეს და აქ საპირისპირო იმ მიმართულებით უნდა შეუწყოთ ხელი განვითარებაში რაც მისი ავთენტურობაა რომ უფრო ფუნქციური ოღონდ რა თქმა უნდა სიფრთხილის დაცვით შემთხვევაში რომ კონტას სიახლის ან მიუღებლობა რაღაც ეტაპზე ან რაღაც წონდა და ნაბიჯის გადადგმის ეშინა და მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ან პატარა იყო ასაკით და სახში იყო გადასარება და ინფილტრაცია ყავდა ყველაფერს აკეთებდა მაგრამ რომ გადავწყვიტეთ რომ მიყვანა ეგრეთ წოდებულ ანუ სიმღერაზე იქ ჩაიკეტა და ვერ გამოაფრინა ანუ თავისი ეგრეთ წოდებული კი ხშირია ხოლმე ესეთი შემთხვევები ბავშვებში ალბათ არ არსებობს იმიტომ რომ ბავშვი გაუჭირდა და всё მე ვფიქრობ რომ იქ ისეთია რომ უნდა დაიხმარო რაღაცა ან იქნებდა ასაკობრივად არასწორად ანუ ასაკის ბავშვი შევიყვანეთ ხომ რა მე ვფიქრობ რომ ყველაფერს თავისი ასაკი აქვს თანამ დაერთო ის რომ ბავშვი შევიყვანეთ ანუ 2 წლის და ასეთ ვფიქრობ რომ მისთვის ანუ პატარა იყო პატარა ასაკი იყო ანუ მე ვფიქრობ რომ ყველა არ არის მაინც ამ მზად და იმას ვიწახი რომ რაღაც ეტაპზე ან თავის დასთან ერთად რომ გადავახარ და რომ არ როგორ ვიქრათ იცით რომ აი რომ მიმეშვა შეიძლება ეთქვა რომ მე არ მინდა აქ შეცვლა ეს ყველაფერი ისე წასულიყო რომ მას არ უნდა ჩვენც რა და დავემორჩილდებით მაგრამ იქ ეხლა სადაც არის ამან არ იქნებოდა მაგრამ არ იქნებოდა მაგრამ ეხლა უკვე იღებს სიამოვნებას ამ აქტივობებიდან რომ მიდი აი მოკლედ რომ მოყვე თავის დასთან ერთად აი გადავახა იმიტომ რომ ის დადიოდა ამასთან ერთად და შემდეგ უკვე იღებს უბედნიერეს ეს უპრესონს რუსის ჩეკა ის ყველაფერს რასაც ეტყვი აკეთებს პატარა მიწის ზუსტად რა მე მგონია რომ უბრალოდ მიმართებაში მაინც ჩვენი ან თქვენც ჩემის შესაძლოა კარგი და პატარას თუ არ უნდა არსად არ მივიდა რომ წოს უბრალოდ პატარას არცაც არ ვაძალებ მაგრამ პატარა უბრალოდ მოყვება რა რობოტი აი საყვარლესი ერთი ყავთ მყავს მაგრამ აი
აი სპორტიდან შკოლა ადგილები სადაც მიიღებს და საიდანაც მიიღებს მაგრამ ეს მისგნების საერთოდ ანუ როგორც ჩანს თავისი დედმამიშვილი ნაცნობი უფრო მყუდრო გარემოს უქმნის უცხო გარემოში და უფრო მარტივად ადაპტირდება. როგორ შეფასება არ არის ანუ ისეთი როგორც უნდა ქონდეს. ისე მგონია ჩემ უფროს. ალადა უფროს მეტი უნარები აქვს ვიდრე პატარს და პატარს აქვს ძალიან მაღალი თვითშეფასება და მე მგონი ეს ინდივიდუალურია. თქვენ შემთხვევაშიც ეგესია? შესაძლოა. შემთხვევაში ანუ თვითშეფასება თავდაჯერებულობის მომენტი, იმიტომ რომ ბევრჯერ ბევრი რამე გაცილებით კარგად სწორია და მაგაზე რა შეიძლება გავაკეთო? ყოველთვის ახაც ანუ ინტერაქტივის შემთხვევაში ნატოსთან საკმაოდ ანუ ბევრი რაღაც ანუ კარგად იცოდა, მაგრამ შუათანა ყველაფერს გააკეთებდა. სკოლაში მაინც ინდივიდუალურობა ცალ-ცალ კლასში არიან ხომ იქ ხომ არა თავს ანუ შუათანა, მაგრამ მისი ინიციატივით არ მოდის. მე არ ვიძახე რომ ის უნდა გახდეს ანუ შუათანას მსგავსი უბრალოდ ეს თავდაჯერებულობა მას კი ბატონო